ტელეკომპანია იმედი ყველა გასართობ გადაცემას ხურავს და საინფორმაციო მაუწყებლობაზე გადადის. ამის შესახებ ტელეკომპანიამ ოფიციალური განცხადება დღეს გააკეთა. დღეს, როდესაც ჩვენმა ქვეყანამ და ხალხმა მსოფლიო საჩვენა დემოკრატიის სანიმუშო მაგალითი, როდესაც პირველად ჩვენი ქვეყნის ისტორიაში მომსწრენი ვართ ხელისუფლების დემოკრატიული არჩევნების წესით მშვიდობიანი და თავისუფალი ტრანზიციისა. როდესაც მმართველი პოლიტიკური ძალა პირველად უთმობს ხელისუფლებას ოპოზიციას ხალხის მიერ საარჩევნო ყუთთან გაკეთებული არჩევნის შედეგად. ჩვენ იმედის ყველა ჟურნალისტ და თანამშრომელს ისევე როგორც საქართველოს ყველა მოქალაქეს გვაქვს საფუძველი ვიამაყოთ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული მონაპოვარით. აშკარაა, რომ ჩვენი ბოლო წლების საერთო მცდელობა აგვეშენებინა დემოკრატიული საქართველოს წარმატებით მიმდინარეობს. ამიტომ მიგვაჩნია, რომ ახლა როგორც არასდროს მნიშვნელოვანია უკვე მიღწეული დემოკრატიის ხარისხის დაცვა და უფრო მეტად განვითარება. ახლა როგორც არასდროს მნიშვნელოვანია სიტყვის თავისუფლების უზენაესობის ერთგულება და ჯანსაღი პოლიტიკური კონკურენციისა და კონსტრუქციული ოპონირების გარემო შენარჩუნება. აქედან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ ტელეკომპანია იმედის განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა, რომ ისევე როგორც აქამდე ამჯერადაც დადგეს დემოკრატიის სადარაჯოზე და უზრუნველყოს ჩვენი საზოგადოების მიუკერძოებელი, ობიექტური და დაბალანსებული ინფორმირება ქვეყნის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მიმდინარე პროცესების შესახებ. ამიტომ ჩვენი ტელეკომპანია იცვლის ფორმატს და იწყებს ეტაპობრივ გადასვლას ძირითად სამაუწყებლო ფორმატზე, რომელიც საზოგადოებას მთელი დღის განმავლობაში მიაწვდის ახალ ამბებს, ეთერს დაუთმობს სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს და მაყურებელს შესთავაზებს პოლიტიკური და სოციალური ხასიათის თოქ-შოუების მრავალფეროვნებას. ახლა ტელეკომპანია იმედის, ისევე როგორც ყველა ჟურნალისტის, ყოველი მოქალაქისა და მათ შორის ახალი დემოკრატიული წესით არჩეული ხელისუფლების ვალია დაიცვათ და გავუფრთხილდეთ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ მონაპოვარს. იმედი გვაქვს, რომ ახალი ხელისუფლება ღირსეულად გააგრძელებს წინა ხელისუფლების მიერ დატოვებულ დემოკრატიულ მემკვიდრეობას. ხელს არ შეუშლის თავისუფალი მედიის მუშაობას და არანაირი ფორმით არ შეეცდება თავისუფალი სიტყვის შეზღუდვას. ნათქვამია იმედის განცხადებაში. დღესვე გადაცემის დახურვასთან დაკავშირებით საკუთარ Facebook-ის გვერდზე განცხადება ნანუკა ჟორჟოლიანმაც გააკეთა.